მაცნე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მოსახლეობასთან წინა საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ირაკლი ღლონტი რეფორმატორების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მირზა სვანიძე. იგი დღეს ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მირზა სვანიძემ ამ მომხმარებლებს პროგრამაში გაწერილი ინიციატივები წარუდგინა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისება დაპირდა გამარჯვების შემთხვევაში. ჭირდება ამხანაგობის თავმჯდომარეს ეუქნათ სათათბირო მერვე ოლქში იყო 6 მილიონიანი ტენდერი გამოცხადებული, თუმცა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კანახობდა, რასაც ეუბნებოდა ბატონ რობერტ ჩხაიძე, იმას აკეთებდნენ და ფაქტიურად სხვა არაფრით არ იყვნენ დაკავებული. პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება ის, რომ ჩვენ წავახალისოთ ამხანაგობის თავმჯდომარე და ფაქტიურად საკანონმდებლო დონეზე, ინიციატივის დონეზე დადგეს ის საკითხი, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს ინსტიტუტი, იმიტომ რომ მართლაც ჭირდება ოლქების მიხედვით ქალაქს გაძლიერება და ელემენტარულად ამ ადამიანებს ჭირდებათ წახალისება და სტიმული იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად მოახდინონ თავიანთ მაჟორიტართან იმ ყველა პრობლემების მოტანა.